თინეთი მკუკვაძე მარტო არის სტუდიაში და ვიდრე რუბრიკის მეორე თანაწამყვანი მუმბაიდან ბესიკის 4 ნომერში დაგვიბრუნდება. ძალებს არაკლებს თინა და დღეს გაგვიზიარებს რჩევებს შეერთებულ შტატებში, როგორც მოგზაურობაზე, ისე კონკრეტულად სამუშაო ვიზის აღებასა და ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებებსა და განკარგულებებზე, რომელიც მოვისმინეთ მისი პრეზიდენტობის ინაუგურაციის პირველივე პერიოდში. რა გავლენა აქვს ბოლონდროინდელ განკარგულებებს სამუშაო ვიზის აღებაზე? თინეთი მკუკვაძე კონსულის დამფუძნებელს ვუთმობთ საეთერო დროს. თინა მოგესალმებით და გისმენთ. დილან შვიდობის მოგესალმებით სავიზო ცენტრი კონსულის სახელით. დღეს ვისაუბრებ თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ამერიკის შეერთებული შტატებში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება, რომელსაც დიახ ტრამპმა საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო. ზოგადად მოგზაურობის მიზეზები მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს დასვენება, სწავლა, საცხოვრებლად ან სამუშაოდ გადასვლა, საქმიანი შეხვედრები და სხვა პროფესიული ვიზიტები. სწორედ ამ მიზნების მიხედვით განისაზღვრება ვიზების კატეგორია, რომლებიც შეიძლება იყოს არასაიმიგრაციო ან საიმიგრაციო ვიზებად წოდებული. ამერიკის შეერთებული შტატების ვიზები ლათინური ასოებით არის დასახელებული, თითქმის ყველა ლათინური ბგერა, რომელიც არსებობს, ყველაზე ვიზის კატეგორია არის. მაგალითად, B-ტიპის ვიზა მოიცავს საქმიან, ტურისტულ და სამედიცინო ვიზებს და მიეკუთვნება არასაიმიგრაციო ვიზების კატეგორიას. რა განსხვავებაა არასაიმიგრაციო და საიმიგრაციო ვიზებს შორის? არასაიმიგრაციო ვიზები არის იმ პირებისთვის, რომლებიც დროებით ჩადიან ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკრეტული მიზნისა და ვადით, ხოლო საემიგრაციო ვიზები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ამერიკის შეერთებულ შტატებში მუდმივად ცხოვრება და მუშაობა. დღეს ვისაუბრებ არასაემიგრაციო სამუშაო ვიზების შესახებ. მაგალითად, არასაემიგრაციო სამუშაო ვიზებში შედის H-1B ვიზა, რომელიც გაიცემა სპეციალიზებული პროფესიებისთვის, მაგალითად, საინჟინრო, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროებისთვის. L-1 ეს არის მულტინაციონალური კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომლებიც კომპანიის ფილიალებს შორის გადაადგილდებიან. O1A ეს არის განსაკუთრებული ნიჭის მქონე პირებისთვის მეცნიერებასა და ბიზნესში, O1B განსაკუთრებული ნიჭის მქონე პირებისთვის ხელოვნებასა და სპორტში. და ასევე E2 ეს არის ინვესტორების ვიზა, რომლებიც გათვლილია მათთვის, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესს იწყებს ან აფართოებს. გასული წლების სტატისტიკის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად გასცემს ათასობით სამუშაო ვიზას. მაგალითად 2023 წლის მონაცემებით H-1B ვიზაზე მსოფლიო მასშტაბით 271,532 აპლიკანტმა გააკეთა განაცხადი, რომელთა შორის 265,000-ზე მეტი განაცხადი დაკმაყოფილა და უარი პასუხით მხოლოდ მოვიდა 6,000 დაახლოებით 6,000 აპლიკანტს. საინტერესოა ისიც, თუ რა უფლებას გვანიჭებს ზოგადად მსგავსი ტიპის ვიზები, რომლებიც არის მოკლევადიანი და ლეგალური. ეს უფლებებია, მაგალითად, სამუშაო უფლებამოსილება. შეგიძლიათ იმუშაოთ კონკრეტულ დამსაქმებელთან ან პროექტზე, რომისთვისაც ვიზა მოითხოვეთ. მეორე ეს არის განახლება. მაგალითად, თუ ვიზა გაცემულია 3 წლით ან მოკლე პერიოდით, მისი განახლება შესაძლებელია. ასევე შესაძლებელია მწვანე ბარათზე გადატანა. ძირითადად ასეთი ტიპის ვიზების მფლობელებს შეუძლიათ მოგვიანებით მიმართონ საემიგრაციო სამსახურს მწვანე ბარათზე. და მეოთხე, მაგალითად, ოჯახის წევრებთან ერთად წასვლა. შეგიძლიათ თქვენთან ერთად ვიზაზე განაცხადი გააკეთოს მეუღლემ და 21 წლამდე ასაკის შვილებმა. როგორც თქვენ ვიზაზე დამოკიდებული პირები. დღეს მინდა უფრო დეტალურად განვიხილო E2, იგივე ინვესტორის ვიზა და O1A და O1B ვიზები განსაკუთრებული უნარის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მოთხოვნადი ვიზების კატეგორიებია. სამივე ვიზა არის არასაემიგრაციო, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი საშუალებას გაძლევენ დროებით ლეგალურად გადახვიდეთ, იცხოვროთ და იმუშაოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. E2 ვიზას თუ საქართველოდან აკეთებთ განაცხად, არ სჭირდება პეტიცია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ კი საქართველოში ცხოვრობთ, დოკუმენტებს მოაგროვებთ და პირდაპირ შედიხართ საკონსულოში ვიზის გასაუბრებაზე. რაც შეეხება O1A და O1B ვიზები, მათთვის აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყავდეთ დამსაქმებელი. ეს შეიძლება იყოს თქვენი სტარტაპი, თქვენივე კომპანია. ან მაგალითად, თუ მსახიობი ან ჟურნალისტი ხართ, ეს შეიძლება იყოს აგენტიც. ორივე ვიზის შემთხვევაში შეგიძლიათ თან წაიყვანოთ მეუღლე და შვილები.
B2 ვიზის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს. როგორც ინვესტორი, უნდა ფლობდეთ ან აქტიურად დებდეთ მნიშვნელოვან კაპიტალს ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნესში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის მიზეზი უნდა იყოს ბიზნესის მართვა და განვითარება. ინვესტიციის თანხის წყარო უნდა იყოს ლეგალური და კომერციულად რისკის ქვეშ მყოფი. როგორც ინვესტორი უნდა ფლობდეთ ბიზნესის მინიმუმ 50%-ს ან აკონტროლებდეთ მას სხვა საშუალებებით. ბიზნესი არ უნდა იყოს მარგინალური, ესე იგი უნდა გამოიმუშაოს იმაზე მეტი, ვიდრე ინვესტორისა და მისი ოჯახის საარსებო მინიმუმია. და უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან შესაბამის ხელშეკრულებას აწერს ხელს. ამ ეტაპზე საქართველოს არის არსებული ქვეყნების სიაში. რაც შეეხება O1A კატეგორიის ვიზას, ის განკუთვნილია მეცნიერების, განათლების, ბიზნესის, სტარტაპებისა და სპორტის სფეროში გამორჩეული ტალანტების მქონე ადამიანებისთვის. O1A-ის შემთხვევაში უნდა გყავდეთ პეტიციონერი და დააკმაყოფილოთ 8 კრიტერიუმიდან მინიმუმ 3. კრიტერიუმები O1A ვიზის შემთხვევაში არის შემდეგი. პირველი, ეს არის დაჯილდოებები, ეროვნული ან საერთაშორისო ჯილდოები თქვენი სფეროს ფარგლებში. მეორე, ეს არის წევრობა, პროფესიული ორგანიზაციებში წევრობა, რომლებიც აღიარებენ გამორჩეულ მიღწევებს თქვენ შესახებ. მესამე, ეს არის მედია გაშუქება, სტატიები, ინტერვიუები ან პუბლიკაციები, რომლებიც თქვენს მიღწევებს ასახავს. მეოთხე, ეს არის პუბლიკაციები, თქვენს მიერ ავტორიტეტულ ჟურნალებში ან მედიაში თქვენს სფეროსთვის რელევანტურ თემებზე სტატიების გამოქვეყნება. ჟიურის წევრობა ეს არის კონკრეტულ ღონისძიებებში, როდესაც თქვენ ჟიურად ხართ და მონაწილეობთ. წვლილი, ორიგინალური წვლილის შეტანა თქვენ სფეროში, მაგალითად, პატერნები, ინოვაციები, გამოგონებები. შემდეგი კატეგორია არის ავტორობა, მაგალითად, თუ კი ხართ წიგნების, სამეცნიერო ნაშრომების, ანგარიშების ან სხვა მნიშვნელოვანი ნაშრომების ავტორი. მეშვიდე, ეს არის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც მაგალითად ცნობილ პრესტიჟულ ორგანიზაციებში კრიტიკული ან არსებული როლი შეგისრულებიათ. და მერვე, ეს არის ანაზღაურება. ბაზარზე მაღალი ანაზღაურების მიღება თქვენი თქვენ სფეროში. ამ 8 კატეგორიიდან თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ მინიმუმ, ანუ დაახლოებით 3-ს მაინც. 3 არის საკმარისი. რაც შეეხება O1B, ეს განკუთვნილია ხელოვნებისა და კინოსფეროს გამორჩეული პროფესიონალებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ასე შემდეგ. O1B-ისთვის აუცილებელია უნდა გყავდეთ პეტიციონერი, მაგალითად აგენტი და ასევე ან ნომინირებული უნდა მიიღოთ ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის ჯილდო ან პრიზი, მაგალითად ემის ჯილდო, გრემი, რეჟისორთა გილდიის ჯილდო, აკადემიის ჯილდო, ან თუ ესენი არ გაქვთ, 6 კრიტერიუმიდან უნდა აკმაყოფილებდეთ 3-ს. სამუშაო ვიზის მისაღებად უშუალოდ სავიზო პროცესების უმეტეს შემთხვევაში ეს შემდეგნაირად მიმდინარეობს, ჯერ აგროვებთ დოკუმენტებს, საბუთები ან იგზავნება გადახდის ქვითართან ერთად USCIS-ის ოფისში, ან ვებგვერდიდან იტვირთება ეს ყველაფერი ონლაინ. ამის შემდგომ გარკვეული ვიზის კატეგორიებს აქვს განხილვის პრემიუმ სერვისი. სერვისი თუ კი ეს მოსაკრებელი გადახდილი გაქვთ, ამ შემთხვევაში 15 კალენდარულ დღეში უკვე მოგდით პასუხი. თქვენი პეტიცია დამტკიცდა თუ უარი ეთქვა. პეტიციის დამტკიცების შემთხვევაში ხდება ვიზის განაცხადის შევსება, აპლიკაციის შევსებები გააჩნია ვიზის კატეგორიას, მაგალითად ან DS-160-ის, ან DS-260-ის ფორმა. პროცესი დამოკიდებულია ვიზის ტიპზე და ვიზის ტიპზე. ამის შემდეგ ხდება გასაუბრების დანიშვნა ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოში და საბოლოო ეტაპი კი გასაუბრება და ვიზის დამტკიცება. ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა უნდა დაადასტუროს, რომ აპლიკანტი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. ზოგჯერ სამუშაო ვიზის დამტკიცებას შეიძლება თვეები დასჭირდეს, გააჩნია როგორც გითხარით ვიზის ტიპსა და კატეგორიას. ამერიკაში სამუშაო ვიზის მიღება
არც ისე რთული პროცესია, მაგრამ რეალურია. მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტმა წინასწარ მოამზადოს საჭირო დოკუმენტები და ჰქონდეს დამსაქმების მხარდაჭერა. იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ სამუშაო ვიზის პროცესის უფრო დაგეგმვაში და თქვენი მიზნების განხორციელებაში. დღეისთვის სულ ეს იყო. უნდა დაგიშვიდობოთ. ჩვენი შემდეგი რუბრიკა კი კანადაში მოგზაურობის შესახებ იქნება. დროებით გემშვიდობებით, უკვე დაგიბრუნდებით შემდეგ რუბრიკაში ანასთან ერთად. თინა, მადლობა საინტერესო საუბრისთვის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისთვის და ველით ცხადია ანას მომდევნო ორშაბათისთვის უკვე სტუდიაში. თინეთინ გოგოძე იკონსულის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.